იუდა კი არ არის თვითონ. იუდამ ჩაიდინა საშინელი საქციელი. ეს არის საშინელება, რომ მან არ მოინანია თავისი ცოდვა და რა გააკეთა, რასაც ახლა მოგიყვებით, ესე იგი, ყოველგვარი მცდელობა, რომ იუდა შეეცოდოს ვიღაცას, გამართლება მოუნახოს მის საქციელს, რასაც ახლა მოგიყვებით, ეს ყველაფერს აბსოლუტურად განაკარგავს. საოცარი რაღაცა მოიგონა. ესე იგი, იმისათვის, რომ ეს ცოდვა არ მოენანიებია, მან გადაწყვიტა ქრისტეს ჯვარცმამდე თავი მოეკლა. და ყველაზე ადვილად თავის მოკლა ეს იყო ჩამოხრჩობა. წავიდა რაღაც ადგილას, რაღაც ხე შეარჩია სკრულის პირას მდგარი და ამ ხეზე ჩამოეკიდა. რატო? ესეთი გეგმა ქონდა, რომ ის თუ მოკვდებოდა, ის თუ თავს მოიკლავდა და ჩამოიხრჩობდა თავს, ცხადია პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხდებოდა. ორი აზრი არ არსებობდა, ეს ძალიან კარგად იცოდა. ერთი რომ ქრისტე არ იყო ჯერ ჯვარზე ასული და ჯოჯოხეთი არ ქონა დარღვევა. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც აქამდე ხდებოდა, ჯოჯოხეთში მიდიოდა. და მეორე რომ ეს თვითმკვლელობა, ესე ძალიან კარგად იცოდა, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის ადამიანი. და რა მოიფიქრა ესე იგი? ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ქრისტეს დახვდებოდა ჯოჯოხეთში. როდესაც ქრისტე ჯვარზე გაეკვრებოდა, ეს იცოდა, ხო? რომ ჯვარზე გაეკვრებოდა, შემდეგ 3 დღე და როგორც ამბობდა იესო, 3 დღე ესე იგი იგი იქნებოდა ჯოჯოხეთში. დაარღვევდა ჯოჯოხეთს და ამოიყვანდა ჯოჯოხეთიდან ყველას. ესე იგი ეს დახვდებოდა ქრისტეს ჯოჯოხეთში და ყოველგვარი თხოვნის, ყოველგვარი მონანიების გარეშე ქრისტე იძულებული გახდებოდა, რომ იუდა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. და გააგრძელებდა თავის ესე იგი ამ ბილდს განზრახვების აღსრულებას. და რა მოხდა საოცრებო? ესე იგი რომ ჩამოეკიდა ტოტზე, აი ხემაც კი ვერ იწვირთა ეს ამ ხელა ცოდვა და ჩამოწყდა ტოტი და ჩაიჩეხა. ჩაიჩეხა, უბრალოდ გადარჩა. გადარჩა და ამის შემდეგ გაიცოცხლა კიდე. იცოცხლა და რა დაემართა, იცით, აი ამ ცოდვის მოუნანიებლობის გამო. როგორც მოგახსენეთ, დღესაც ხდება ასეთი რამ, ერთმანეთს მოგიყვანთ, როდესაც ადამიანი ჩადის ცოდვას, იცის, ნამდვილად იცის, რომ ცოდვაა და ესე იგი, არათუ არინანიებს, ამას კიდე არ აუშვებს. არამედ აღსარებაში მალავს ამ ცოდვას. რატო? რომ სხვებმა არ გაიგონ, რომ ის ცოდვას ჩადის. აღსარებაში მალავს და მიდის და ეზიარება.